მაგალითად, როცა შავ-მთვარეზე ვლაპარაკობთ და იმ ზონაში ენერგია აბსოლუტურად არ ვარ შესული ამ ენერგიაში, ხო? და არ ხდება ამ ენერგიის ათვისება და ამ ენერგიაში გარევა არ ხდება, ხო? მაგიტომ არის რომ ვარ სფეროში, შავ-მთვარის ზონაში, ოღონდ იქ სიცარიელი არის, ხო? თითქოს ვერ ვივსებით, ვერ ვიღებთ იმას, რაც ჩვენ გვინდა. ფსიქოლოგიურ დონეზეც და ენერგეტიკულ დონეზეც, იმიტომ რომ იქ არ ვარ სინოდვილეში, იმ ენერგიასთან კონტაქტზე არა ვარ, ხო? და ყველა ნიშანს, ყველა ზოდიაქოს ნიშანს, სადაც შავი მთვარე მდებარეობს ხოლმე, ახასიათებს თავისი სფერო, თავისი ხასიათი, რომელ ზონაშიც არ აქვს კონტაქტი ამ ენერგიასთან რეალურად, ხო? როგორც წესია, ყოველთვის უფრო სელენას ვიბრაციაში ვართ და შავი მთვარის ზონაში ვერ შევდივართ ენერგეტიკულად, ანუ მართლა იქ არ ვართ. შეიძლება ფიზიკურად, სხეულით ვიყოთ, ან მოვლენებში ვიყოთ, მაგრამ